გამარჯობა ჩემო ნინო, როგორ ახარ? ცდილობ კარგად ვიყო. როდესაც დამირეკე ამ გადაცემიდან, რომ კითხეს აი ვისი სურვებდი პარტნიორად, ეგრევე ვთქვი რომ ნინო ეს არ არის მარტო პროფესიული რაღაცა გადბმა ადამიანთან, არის ალბათ სულიერი ბმა პირველ რიგში, ინტელექტუალური ბმა, პროფესიული ბმა და კიდე რაღაც აუხსნელი ბმა, რომელიც შეუძლებელია რაც სიტყვებში ჩამოაყალიბო. რასაც ალბათ აი ქიმიას ეძახიან ადამიანთან ურთიერთობის დროს. ჩვენი ყოველი შეხვედრა არის ჩემთვის მოვლენა. არსებობენ ადამიანები, რომელიც მოგწონს, რომელიც გაინტერესებს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, იმიტომ რომ ერთია რომ მომხიბვლელია ადამიანი და რაღაც ნიჭიერია, ლამაზია, მაგრამ მეორეა როცა მისი ინტერესი გაქვს, იმიტომ რომ გაინტერესებს მისი აზრები, მისი კრეატიულობის განვითარების ხარისხი, იმიტომ რომ ეს შენთან ძალიან მნიშვნელოვანია, შენ ყოველთვის რაღაცა ახალს ეძებ შენს პიროვნებაში. შენ თვითგამოხატვის ფორმებიც იცვლება და მე ამას ძალიან ვაფასებ, მეც ასე ვცხოვრობ. ასეთი ადამიანი ხარ შენ, უზომოდ ნიჭიერი, ფანტასტიკური მსახიობი, ძალიან რთული პიროვნება ურთიერთობაში მუშაობის დროს, მაგრამ ძალიან სანატრელი პარტნიორი ხარ. პრინციპში ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ რაღაცა მთავარში გვესმის ერთმანეთის. პირველი დავიწყებ შეკითხვის დასმას, იმიტომ რომ შენ გაქვს ის საოცარი გამოცდილება, რისიც მე კეთილიშვილით მშურს. თეატრის ფანტასტიკური მსახიობი ხარ და კინოს ფანტასტიკური მსახიობი ხარ. შენი არსებობა კინოში ძალიან ამდიდრებს ქართულ კინოს. ბევრი გაქვს ნამუშემარი დიტოსთან, ცინცაძესთან, 2 ხო, თუ არ ვცდები, 3, 4? 3. 3. არა, 4. 4. პირველი ფილმი იყო სახლი, ძალიან პატარა ეპიზოდი მაქვს, ალბათ 16-15 წლის ვიყავი. შენ გამოსწორი. და იმის შემდეგ უკვე 3 პროექტი ერთად ზღვარზე. მედიატორი და შემდეგ ჩაისუნთქი ამოისუნთქი. ახშირო შეხვედრა გაიღიმე რა ცოტა რა. რა ურთიერთობაა ეს, როდესაც აი ხო ამბობენ ხოლმე რომ ეს იმის მსახიობია, თეატრშიც არის ეგ ტერმინი და კინოშიც. როცა 4 ფილმს გადაიღებ რეჟისორთან, შეიძლება აღიქონ როგორც დიტოს მსახიობი, ხო? აი რა არის ეს ურთიერთობა რეჟისორთან, რომელიც მის მსახიობად გთვლის და მას ხდის შენ რეჟისორად. რა ურთიერთობა, რაში ემთხვევით ერთმანეთს? ერთ-ერთ მსახიობს მიმავსგავსა, მე როდესაც 16 წლის ვიყავი, რომელიც ძალიან უყვარდა, არ ვიცი რომელს. და შემდეგ იყო ზღვარზე. დღემდე სხვათა შორის რო უყურებ ამ ფილმს, აქტუალურია დღემდე. აბსოლუტურად იმდენად უნივერსალურ პრობლემებზეა. აი რაც დიტოს აწუხებდა, აი ჩემთვის ზუსტად ესეთივე აქტუალური აღმოჩნდა. დიტოს ალტერ ეგოც დამიძახეს. აი დღევანდელი გადმოსახედიდან ხვდები რომ ჩვენ რაღაც აი ძალიან ღრმად სულის სიღრმეში რაღაცით გავართ ერთმანეთს რა. ალბათ ისიც დაინახა რომ მე ვარ ის მაძიებელი მსახიობი, რომელიც ცდილობს რომ ყველა ფილმში, სპექტაკლში შექმნას რაღაცა განსხვავებული ხასიათი რა და აი გმირს აგიხსნის 10-15 სიტყვით და მე უკვე შენ მოგანდობს ხოლმე რა მთავარია პირველი რაღაცა ეს იმპულსი რაღაცა ლინკის შეხვედრის მომენტი შედგეს ჩვენ შორის და მე უკვე რაღაცა მუშაობის პროცესში თავისუფლებას გაძლევს რა თქმა უნდა ხო მაძლევს ხო რა თქმა უნდა ესეთი რეჟისორები უფრო გიყვარს ალბათ არა ვინც რაღაც ჰაერს გაძლევენ თუ იცი რა არის ესენი გიყვარს სხვათა შორის მე მიმუშავია ესეთ რეჟისორებთანაც ისეთ რეჟისორებთან თეატრსაც გულისხმობ და ზოგჯერ არის რომ ერთად ვეძებ ჩვენ რაღაცას და ზოგჯერ არის რომ აი რაღაცა კონკრეტულ შეზღუდულ სტრუქტურაში შენ მერე უკვე რაღაცა შენ თავისუფლებას პოულობ იქიდან გამომდინარე მაგრამ ესეც რაღაცა გაგების ამბავი არის რა თავარია შედგეს თავაზობ რეჟისორს ხო რა თქმა უნდა ხო ესე უსიტყვოდ არასრული არა არ ვასრულებ მაგრამ თავისუფალი რეჟისორები თავისუფალიც მიყვარს და ცოტა დიქტატორებიც მიყვარს იმიტომ რომ ნიჭიერი დიქტატორები ძალიან საინტერესოებიან თეატრში რა თქმა უნდა კი ოღონდ მე მაგალითად ყურება მირჩევნი იმათთან მუშაობა არ მინდა ხოლმე არა რაღაცა ეს თავმდაბლობაც კარგი გაგებით შემოქმედებით თავმდაბლობა ვისწავლე რა რაღაცნაირად და შენ როგორ გახდა ჩემზე რომ აღარ გავაგრძელოთ საუბარი. არა, მე უფრო თანამოაზრეობა მიყვარს შემოქმედებაში, თანამოაზრეობა პარტნიორთან და თანამოაზრეობა რეჟისორთან, იმიტომ რომ თუ მე ვერ ვეთანხმები მას კონცეფციაში, მე ვერ ვითამაშებ. ან უნდა ვიპოვოთ ჩემ თავში ის სიმები, რომელიც მის ჰანგს დაუკრავს,
ან ზოგჯერ ხო არის რომ შეიძლება ვერ იპოვო, მაგალითად არსებობს არ დავასახელებ მეც ერთი რეჟისორი, რომელიც ძალიან საინტერესოა ესთეტიკურად და ეჭვი მაქვს რომ ეს მისი დამსახურება არ არის, მაგრამ ნუ ეს სხვა ეს არის, მაგრამ იმდენად დიქტატორია და ნარცისი თავის თავში შეყვარებული, რომ მე მასთან ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიმუშაო. და მისი დახტოვანება ვერ გახდება ჩემთვის მამოძრავებელი ძალა რაღაცის შექმნის და მისთვის თავარი არის ის რომ მისით იყვნენ აღფრთოვანებულები. ისევე როგორც მე მაგალითად არ მიყვარს როცა ჩემი აღფრთოვანებულები არიან. მე მიყვარს აღფრთოვანება იმ თემით, რაზეც ვმუშაობთ. ის ცატკივარი თუ გასახარელი თუ პრობლემური, რაზეც გვინდა ვილაპარაკოთ მაყურებელთან. მე მაგალითად გონია რომ ეხლა ჩემ თაობაში ნაკლებად არიან ეგეთი რეჟისორები და უფრო ახალგაზრდები არიან ძალიან გამიმართლა და ბოლო დროს ძალიან ხშირად ბევრად ჩემზე ახალგაზრდა პარტნიორები მყავს და რეჟისორები და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შთაგონების წყარო, იმიტომ რომ ის რაკურსები სრულიად შეცვლილია, ყველას იმ შურს, იმიტომ რომ უკეთეს მიმაჩნია რომ უკეთეს დროში ცხოვრობენ და მეტი შესაძლებლობები აქვს და ძალიან ბევრი იყენებს, იმიტომ რომ იყო თაობა რაღაცა მომენტი დაკარგული ჩვენი თაობის მერე დაკარგული კიდე იყო თაობა, რომელიც უვიცი ნიჰილისტი და ის გაიზარდა და ეხლა წამოვიდა სულ სხვა თაობა კიდე, რომლებიც არიან პრინციპულები, დაინტერესებულები, დამოუკიდებლები, თავიანთ ღირსებას გრძნობენ, რომ თვითონ არიან საკუთარ თავზე პასუხისმგებლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის ეხლა ამჟამადაც ვმუშაობ ახალგაზრდებთან, თეატრი ათონელზე ვდგავთ და ამას წინათაც გეგასთან ვიმუშაობ, იცი შენ და რა ტენდენცია ჩავავლე, იცი ყველაზე მაგარი რაც არის, რომ აი საავტორო სპექტაკლი კი არის, მაგრამ ესენი გამოდიან ახალგაზრდა რეჟისორები ყოველთვის კოლაბორაციის მომხრეები არიან. ცდილობენ რომ შენთან ერთად მოძებნონ, შენთან ერთად არა, მსახიობებთან ერთად მოძებნონ, ყველას აზრი აბსოლუტურად ერთ სიმაღლეზე დგას რა. ჩვენი საერთო პედაგოგი და საყვარელი ადამიანი მაგას გადაგებდა თუმანიშვილი. კი, გადაგებდა და მის სპექტაკლებშიც ახლა ჩვენ პატარა ქალაქი იყო ჩემი პირველი ჩემი როლი, თორემ მანამდე უამრავი სხვისი როლი დუბლად შემიყვანეს და ვითამაშე. ყველაზე მეტად მიყვარდა ქორწილის სცენისა ეს მასიური სცენა რო დავარქვათ ბრჭყალებში. ის იყო ისე იუველირულად აწყობილი. საოცრება იყო. ის კი არა რომ რაღაცა ის მთავარი პერსონაჟი ან რაღაცა განსაკუთრებული მსახიობი როას რო არა, აი ყველა რო თავის საქმეს აკეთებდა, აი ესე ნიუანსებში და იქნებოდა სამყარო, რომელსაც შენ ცნობ, ან ვერ ცნობ და რომელიც ან აგატირებს, ან გულს გაგინათებს, ან შეგაშფოთებს, ეს იცოდა ბატონმამიშამ ფანტასტიკურად. მოდი ახლა ცოტა მანდარინებზე ვისაუბროთ, რომელიც არის დღემდე ესეთი ძალიან ყურებადი ფილმი, ანუ აქტიურად უყურებს მაყურებელი და არის საკმაოდ რთულ კონფლიქტურ სიტუაციაზე. როგორი იყო ამ როლის შესრულება, თვითონ სიტუაცია გადაღებაზე? ჩემი პირველი შეხება ზაზასთან მოხდა იმ ფილმში, სადაც შენ თამაშობ სამსახლში. ძალიან წუხარ. თქვენ რა გითხარით? ვიცოდი რომ ასე ცოტა ხნით ჩამოხვედოდეთ. მე ვახმოვანებ სამსახლს რა. ესეთი გადაკვეთაც ვქონია ჩვენ ერთ მთლიან პროდუქციაში. იქ არის მესამე ნოველა, სადაც ბატონი ჟანრი თამაშობენ და ვასო და იქ რაღაც მიზეზის გამო ვასო წასული იყო გადაღებებზე, ვერ გაახმოვანა და თხოვა ზაზამ რომ თუ შეიძლება ეს ცოტა გროტესკული გმირი რაღაცნაირად გამიხმოვანებოდ. უკაცრავად, კონკრეტული მიზეზი ქონდათ რამე თუ უბრალოდ რაში გაინტერესებთ? არა, ისე ადამიანურად. იქ იყო ძალიან მაგარი რაღაცა სასიმღეროც იყო ამ გმირთან დაკავშირებით და ზაზამ დაუძახა გიო ცინცაძის რა, აზგარდასულ გიოს რომელმაც აი იმ პატარა სენტენციაზე რომელიც სიმღერა რაც იყო მივდიოდი ხარდამხარ და დრო ამას წინათ ნახე ეს ფილმი და
მე გამახსენდა უსვათ რომ მე ვახმოვანებ, იმიტომ რომ დედაჩემის უყურებდა და რაღაცნაირად ორივე ხო, რაღაცნაირად ჩავერთეთ და ფილმი ხო თავისთავად ძალიან მაგარად აწყობილი, ხო. აწაწინა როლი მქონდა და სიამოვნებით დავთანხმდი და სიამოვნება მივიღე იმ 3 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ნამდვილი კინოს ადამიანი იყო ზაზა. ისე მაკლია ეს ადამიანი, რომ აი რა ვიცი, რამდენი კარგი რაღაცი გაკეთება შეგვეძლო, რამდენად ბევრი საინტერესო რაღაცის ერთად ნახვა, აღქმა. ძალიან დადებითი ადამიანი იყო ჩემთვის. და უდიდესი სიამოვნება იყო ჩვენს პრინციპში რთული სეზონი გადავიღეთ ცხელი ძაღლის, ზურაჟვანიას სიკვდილის ისტორია, ასე ვთქვათ, ოღონდ ქალზე გადატანილი იყო ეს. თქვენ ერთხელ მითხარით პოლიციაში არ დავბრუნდებია. დიახ. მაშინ ჩათვალეთ რომ დღეიდან უშიშროების ოპერატიული სამსახურის ოფიცერი ხართ. განცდა რომ სერიალს ვიღებთ არ მქონდა. ეს იყო კინო. ძალიან მეცნობით. ჩვენ შეხვედრივართ ერთმანეთს ქალბატონით. გამახსენდა. მაშინ ადვოკატი ვიყავ. Где мое оружие? Here are the nominees for Best Foreign Language Film. From Estonia, Tangerines, directed by Zaza Grushadze. ილოცავ საქართველოს ამას და არინერიულად არაფერს მიყარხარ ძალიან. წინასწარ გეტყვი რომ ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. მე ამითი არ გაფასებ არც შენ, არც თქვენ ფილმს, არც შენ პარტნიორებს, მაგრამ თავისთავად საქართველოსთვის საამაყო მოვლენა იყო ოსკარის ნომინანტები რო ბრძანდებოდით. შენთვის რას ნიშნავდა ეს მოვლენა? სანამ აი ოქროს გლობუსამდე მივიდოდი ჯერ და მე ოსკარის ნომინაციამდე მანამდე 23-24 ძალიან სერიოზული საერთაშორისო პრიზი რა ფილმისთვის და ჩვენ ვარშავის ფესტივალზეც ვიყავით და ძალიან ბევრ ფესტივალებზე ვიარეთ. ამიტომ ემოციურად თითქოს ამისთვის მომზადებულები ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ფილმი წარდგენილია ოქროს გლობუსზე, მე ვიცოდით რომ ოსკარზე. აი, მოდი რა პირდაპირ გეტყვი, რითი იყო წარმოუდგენელი. მთელი ბავშვობა აი რაღაცა რკინის კედელი რო იყო ჩვენსა და დასავლეთს შორის, ყველა მოვლენა, მანქანაც კი, რაღაცა ფილმი იყო თითქოს სხვა სამყარო და სიმბოლოს წარმოადგენდა ხო, უკეთესი სამყარო. ხო, და აი პირველად მივხვდი რომ რა პატარა არის ეს სამყარო და ყველაფერი შესაძლებელი არის. აი იმ მომენტში მივხვდი რომ ეს იქნება სტიმული ყველა ქართველი შემოქმედისთვის, რომ არ ჩამოუშვან ცხვირი არასოდეს რა. შინაგანად ეს მქონდა რომ ოსკარია, ამის იქით მართლა არაფერი აღარ არსებობს თითქოს კინოსამყაროში, მიუხედავად იმისა რომ ევროპული ფესტივალები რასაც არტჰაუსი ნიშნავს, გაცილებით უფრო მაღალი კლასის. და ობიექტურად ეხლა ოსკარი ძალიან პოლიტკორექტული გახდა და ხადია რომ ეხლა ეს ობიექტური ფასეულობა არა აქ იმდენად, რამდენად სიმბოლური ფასეულობა აქვს. რა თქმა უნდა. რა მექანიზმები აფასებს მერე მსახიობს, რეჟისორს რომ მოიპოვოს ფული შემდეგი ფილმისთვის, ითამაშოს სხვა ფილმში და ასე შემდეგ. ეს ამაზე სამწუხაროდ ოსკარი არ მოქმედებს საქართველოში. მე ზუსტად მის პრაქტიკული თვალსაზრისით რასაც იძახი, მაგრამ აი რაღაცა ირაციონალური მომენტიდან რომ გამოვდივარ მე ყოველთვის რა. აი ეს შეგრძნება, აი ყოველთვის დამყვება, რომ მიუღწეველი, როდესაც გონია ბავშვობაში იქნება ეს თუ შემდეგ არ ვიცი როდის იქნება ის რომ რეალიზდება და რო აფიქსირებ რომ შენ რაღაცნაირად ამაში ისეთი სერიოზული წვლილის გაქვს ჯგუფთან ერთად შეყანილი ეს ყველა ხდება ეს მათ შორის ძალიან უშუალო ადამიანები გავიცანით აი ის ფანტომი ბავშვობის რომელიც იყო რომ აი რაღაცა განსხვავებული ხდებოდა მე ამის ინტუიციით კი ხვდები რომ ეს ასე არ არის რა მაგრამ როდესაც იქ ხვდები რომ ზუსტად შენნაირ ბრჭყალებში გიჟებს ურთიერთები რაღაცნაირად შეპრობილ ადამიანებს რომლებსაც ხელოვნება იმდენად უყვართ რომ აი ეს ყველაფერი დიდზე იმათ აქციეს რა და იმისი ნაწილი როდესაც ხდები აი ეს არის ზუსტად ყველაზე ფასეული რაც ალბათ რჩება შეკითხვა არსებობს რამე რასაც არ გააკეთებს სცენაზე ან კამერის წინ ვერ ან არ გააკეთებს სხვათა შორის რაღაცნაირად დღემდე გაკეთებული მაქვს ყველაფერი ჯაყოს ხიზნებში გავტიტულდი კიდეც
ისე შეგინახავთ ნათლიებზე, როგორც ბატკნებზე. რაღაცნაირად უნდა დავრწმუნდე იმაში, რამდენად საჭიროა, ხო. ზუსტად იგივე ჩემთანაც. ნუ, ხო. არანაირი პრობლემა არ მაქვს არაფრის გაკეთების. ოღონდ საჭიროება უნდა იყოს, ლოგიკა უნდა მოითხოვდეს, ხოლმე არ არსებობს არაფერი, რის გაკეთებაც არ შემიძლია. არც ეხლა და სხვათაშორის ახალგაზრდობაში გააზრებულ ამაზე არც მიფიქრია. ფედრაში დიდი სიამოვნებით თამაშობს საზიზღარ მამაკაც მღვდელმთავარს პანოპეულს. რეჟისორმაც კი მკითხა, რომ არ იდრგუნებიო ამ საზიზღარი კაცის თამაშითო და მე ვთქვი პირიქით ვიცლები მეთქი, მე სხვა ადამიანი ვარ და ბრაზდები რაღაცებზე და ამაში ვიხარჯები და მე იქიდან გამოვდივარ ნინო ისევ. აი რა არის ეს მსახიობობის არსი? რითია გამორჩევა, რას აძლევს სხვა პროფესიებისგან განსხვავებით? და ეს არ არის მარტო ჩემი დასკვნა, ეხლა ბევრი თეორია მაქვს აქტული ამის შესახებ. სხვაშორის არ არსებობს ხელოვნება, მით უმეტეს მსახიობობა, თუ ძალიან დიდ ინფორმაციას არ ფლობს საზოგადოებრივ პროფესიის შესახებ, მე რაც მხატვრულ ლიტერატურას გულისხმობ მეცნიერებას, რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენს წარმოსახვას ანვითარებს, რაც მე შემდგომ გეხმარება მუშაობის პროცესში რეჟისორთან ერთად, შენ თავთან ერთად, თუ სწორად გაურბიხარ რეალობას როგორც შემოქმედი, ვისთვისაც აკეთებ, იმასაც თუ აძლევ ამ ბონუსს, რომ შენ გამოყვეს, იმასაც თიშავ, კარგი გაგებით ამ რეალობიდან. ამის ნათელი მაგალითია თუმანიშვილი ზაფხულის ღამის სიზმა, რომელიც როგორც ლოზუნგს იძახდა, რომ დღეს 90-იან წლებში იყო სპექტაკლი დადგმული და მეც მქონდა პატივი რომ მეთამაშე ამ სპექტაკლში, ჯერ ერთი როლი, შემდგომ მეორე როლი, რომ მაყურებელს სჭირდება დღეს გახალისება, რაც ზღაპრულ სამყაროში გადასვლა. და მოდიოდე პალტოებში ისხდნენ სიცივეში და უყურებდნენ ამ საოცარ ზღაპრულ სანახაობას. ანუ აბსოლუტურად ყველა ეპოქაში მსახიობს და ხელოვანს ჰქონდა ეს ფუნქცია, რომ ადამიანების რაღაცნაირად თერაპია გაეკეთებინა შემოქმედების საშუალებით. საოცარი პროფესია გვაქვს. ქართული კინო ცოტა პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ ვითარდება და არ მოკვდა და არსებობს და ახალგაზრდა თაობა მოდის. ეს არის საოცარი მოვლენა. ამას რა თქმა უნდა მხარდაჭერა დაჭირდება მაყურებლის. ძალიან ბევრი საინტერესო, ნიჭიერი რეჟისორები, მსახიობები ახალგაზრდა თაობა მოდის. სხვათა შორის კავეაზე დღეს არის ყველა ქართული ფილმი, რაც თანამედროვე რეალობაში გადაღებულია და ძალიან მაგარია. და მე რამდენადაც ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, აი ეს საშუალება მიეცა ყველას, რომ სახში ინტერნეტის საშუალებით ამას უყურდა. მაგას ვერ წაართმევ, რომ ყველას აინტერესებს ქართული ფილმი პირველ რიგში რა. და ბევრი მაყურებელი ყავს, იმიტომ რომ აი ისეთი ნაცნობები, ვინც პროფესიონალები არ არიან. სხვადასხვა ფილმებზე იმდენად სხვადასხვა გამოძახილებს მეუბნებიან რა მაგარია ის, რა მაგარია, თქვა ბევრს იძახიან რა. აი ხა უცხოურ ფილმებსაც რო უყურებ, ჩამონათვალში უამრავი ქვეყანა და სტუდია მონაწილეობს და არ უნდა იყო ამ პროცესებს მოწყვეტილი, უნდა ღია გქონდეს კარი და ისე იმუშაო ამ გადაღებებზე და ისე წარმოაჩინო თავი, რომ შენც მიგიღო. იცი არის, რას ვურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც კინო უყვართ, დარწმუნებული ვარ, რომ იციან ძველი ქართული ფილმებიც, საოცარი ფილმები 20-იანი წლების. აუცილებლად უნდა ნახოს. მე-20 საუკუნის. ნახო, ხო, რა თქმა უნდა. აი, როდესაც ჩამოსვლას ვიწყებს, სულ მაგ შეგნება რომ ვიღაცას არ ვაწყენინო, იმიტომ რომ ისიც ძალიან მაგარი, ისიც ძალიან. ეგრე ხო, დამავიწყდეს. აი, ბოლო ქართული ფილმი რაც ვნახე, იყო წმინდა ელექტროენერგია ტატო კოტეტიშვილის. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ არ ნახე. ხო, ნახე რა, აი ძალიან მინიმალისტური და აი ძალიან საინტერესო ფილმია. აი გამოვედი სავსე ფილმიდან. ალბათ ეგ არის ლაკმუსის ქაღალდი, როდესაც პროფესიონალი კი არ ხარ, როგორც მაყურებელი რაღაცა მოყვება, ეს შეგრძნება, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა რა. თორე იმდენ რაღაცას ჩამოვთვლი, რომ ეხლა ალბათ სამი გადაცემაც არ იყო. ხო, მაგრამ ალბათ მოწოდება შეიძლება იყოს, რომ უყურეთ ქართულ კინოს. აუცილებლად მოიძებნება მაღალი ხარისხის ნაწარმოები. რა თქმა უნდა, ცუდებიც იყო და სუსტი ფილმებიც, მაგრამ როგორც ყველგან ძალიან საინტერესო კინო აქვს საქართველოს. კი. და ჩვენ ამაყები ვართ ამით. რაღაცნაირად რო დავამთავროთ, მე რეპეტიციაზე მეჩქარებ. მეც რეპეტიციაზე მეჩქარება სხვა შორის. წავედით.